დილამ შვიდობისა, მოგესალმებით, ჩვენ ისევ და რა თქმა უნდა დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ვართ ისევ ტალღაზე FM 102.4 ისევ პიკი საათია პირდაპირ ეთერში გიორგი სუხიტაშვილი, ლანა ბლიაძე განვაგრძობთ სტუდიაში მუშაობას და ამჯერად უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი წამყვანი, რომელსაც ჩვენ მსმენელი ისედაც ძალიან კარგად იცნობს, ვინც ერთგულად უსმენს ტალღას FM 102.4 რადიო ერთს, უფლება და თავისუფლება გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი გადაცემა, რომელსაც ყავს საოცრად მრავალფეროვანი წამყვანი, რომელიც შეიძლება პრინციპში ამ გადაცემის მიხედვით ალბათ წამყვანობის დროს არამედ ცხოვრების მიღმა. ჩვენ მე ძალიან მომწონს სხვათა შორის ეს პროექტი, შეგვიძლია ასე ვუწოდოთ, იმიტომ რომ აქტიურად ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენი რადიო ერთის თანამშრომლები, ჩვენი კოლეგები საზოგადოებას გავაცნოთ სხვა კუთხით. სხვა წახნაგი. აი, მაგალითად, უფლება და თავისუფლებაში გაიგებდა ჩვენი მსმენელი რომ idеალური მზარეულია ჩვენი სტუმარი, ხო ვერ გაიგებდა? არა, idеალურისგან ძალიან შორსა. არ მოვიდა თავდა. ფარდაგებს როქს ვერ გაიგებდა, ვერ გაიგებ. წარმოვადგინოთ, მოდი მე უკვე დავიწყე საუბარი. მედია იმერლიშვილი, ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგა, რომელიც პიკის საათის წამყვანი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სტუდიაში და მოკლედ სასაუბრო ძალიან ბევრია. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ლანა, გიორგი, მივესალმები ჩვენს მსმენელს. დღეს ყოფილა მადლობის საერთაშორისო დღე და მეც ამით დავიწყებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუდიაში მოწვევისთვის. როგორც სტუმრად გრძნობთ თავს არა? მართლა სტუმრად გრძნობ თავს, იმიტომ რომ ისე სხვათა შორის ადგილმდებარე ფსიქოლოგია აქვს. ახლა სტუმრის კი, და გრძნობ მე იქ ამზივარ, სადაც გადაცემის წაყვანის დროს მზივარ ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა მისთვის. არ მგონია რომ ისეთი მნიშვნელოვანი იყოს ჩემთან თუმცა რადგან ასე ჩათვალეთ საჭიროდ კეთილი მე შევეცდები რომ გავცე პასუხი თქვენ შეკითხვებს. დიახ, მე პიკის საათის კი ვხვდები და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მეც ხშირად მენატრება ხოლმე ეკამიცის პროდიუსერმა. მე პიკის საათი მიმყავდა, დიახ, წლების წინ, ამიტომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამისთვისაც განსაკუთრებული მადლობა თქვენ რომ მომეცით საშუალება ახლა უკვე სტუმრის სტატუსით მივიღო მონაწილეობა პიკის საათში. ახლა ვუძღვები გადაცემას, როგორც თქვენ თქვით, უფლება და თავისუფლება. ეს პროექტი ჩვენს რადიოში საზოგადოებრივ რადიო ერთში უკვე რამდენიმე წელია გადის. მე მეორე წელია რაც ვარ ამ გადაცემის წამყვანი, მანამდე პროდიუსინგს ვუწევდი. და ძალიან მიხარია რომ მომეცემა საშუალება რომ წელს კიდევ ვესაუბროთ ჩვენს მსმენელებს ადამიანის უფლებებზე, იმიტომ რომ იმეჩნია რომ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველთვის ამოვუწურავი, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი მასა, რომლებმაც არ იციან მათი უფლებები, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, ასე შემდეგ. მოდი ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, მსმენელი გველოდება უბრალოდ მობილურიდან გვირეკავს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დიახ. ეთერში ბრძანდებით გისმენთ. ალო. გესმით ჩვენი ხმა? დილამშვიდობისა. სამწუხაროდ აღარ ესმის მე მგონი მას ჩვენი ხმა. აი, გვესმის. დილამშვიდობის. მოგესალმებით. დღეს გისურვებთ. გაიხარეთ ჩვენც ასე. მადლობის საერთაშორისო აბა? ძალიან კარგია, იმიტომ რომ ადამიანი უნდა იყოს მადლიერი, უფლის რომ ამ ქვეყანაზე გაჩნდა და არის. ქართულ ენაში არ იყო დედის დინება, ის სათარ-მონგოლებმა შემოიტანეს. ქართულ ენაში ყველაზე საგინებელი სიტყვა იყო უმადური, კაცი რომ მადლობას არ გამოხატავს. დიახ, უბაძეს მიულოცოთ დაბადების დღე, ცოცხალი წიგნები, ძალიან კარგი ღონისძიება. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ. ლანჩხუთში კულტურის სახლში ჩატარდა შეხვედრა ავტორებთან. მომღერალი მანანა მენაბძე იყო კიდე ლანჩხუთელი ლიტერატორები წარმოადგინე, ლექსები წავიდი მარიამ წიგნაურის, მანანა მენაბძეს და კეთით უბაძეს შემიცინი ვაჩუქე და მე ამწიდება წასვლა წამოსვლა ჩემ მამა-პაპუს სოფელში ვარ და აქედან უმღერი ჩემ სამშობლოს 12 წიგნის ავტორი ვარ. გაიხარეთ. შაშანი ჩემი ორი წიგნი გამოვიდა და შიომღვიმელის პრემიის. ვიცით ეს ამბავი, ვიცით. მოგვიყევით უკვე. მადლობა თქვენ ზარისთვის. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება დილამშვიდობისა. ალო, ეთერში ვარ. ეთერში ბრძანდებით.
ეჩხეთურიდან გილოცავთ დამდგარ ახალწელს შობას. გაიხარეთ. ყოველივე კაცს შემოლანა შვილო გიორგი. გიორგი ეს ხო გეოსტარელია. ეგ არის. აი შილავიბას. დიდი მადლობა ზარისთვის. თუ მომწევ თუ გლებას. დიახ. თქვენი რადიოების საშუალებით ჩემ შვილიშვილს მინდა მიულოცოთ დაბადების დღე. მიულოცეთ. ჩვენც მიულოცავთ თქვენთან ერთად. თამთა ბლიაძეს ულოცავ დაბადების ხლად მოგვარე. გაბედნიერებას, ნეპოტიზმია. სიკეთეს და ჯანმრთელ ცხოვრებას. ჩვენც მიულოცავთ. ჩვენც ვუერთდებით ამ ულოცვას ბატონო. თქვენ ბრძანდებით მიშა პაპა, რომელიც აქტიურად გვირეკავს ხოლმე ეთერს მიღოთ. გაიხარეთ მიშა პაპა, გილოცავთ შვილიშვილის დაბადების დღეს. ძალიან მიხარია მოგვარე რომ ბრძანდებით ჩემი. გაიხარეთ მიშა პაპა. თქვენი მუდმივი სმენელი ვარ საზოგადოებრივ რადიოში. ილი 7 საათი და სულ 6 საათი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, უღრმესი მადლობა. ზოგადად დღევანდელი ინფორმაცია რაც მოგვაწოდეთ გაზეთებიდან ეს პენტიცარი სასიცოცხლო მართლა გაიხარეთ. გაიხარეთ თქვენ, მადლობა ზარისთვის, დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ მიულოცოთ თამთა. ალბათ რა კარგი გრძნობა ერთგული მსმენელი რომ გირეკავს და გილოცავს, მადლობას გიხდის, გიყვება რაღაც საინტერესოს. დღეს მინდა რომ თქვენ მიგილოცოთ გუშინდელი დაბადების დღე. ხო, ძალიან დიდი მადლობა. ერთი დღის დაგვიარეთ. მიუხედავად იმისა, ჯერ ერთი რომ ადამიანი ახალი წლების პერიოდია და სულ მილოცვის რეჟიმში ვარ და ამას თუ ემთხვევა კიდევ დაბადების დღეს რაღაცა ორმაგი ჯეკპოტივით არის და ასე რომ გილოცავთ როგორც ახალ 2016 წელს ისე დაბადების დღეს და ძალიან ბევრი კარგი რამე მინდა გისურვოთ. აი ესეთი რაღაცები რაც თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდ მნიშვნელოვან შტრიხს შეიტანს კიდევ. აი უფლებაზე და თავისუფლებაზე საუბრობდით გადაცემაზე და ამ გადაცემის მსმენელები ალბათ ნაკლებად იფიქრებს თქვენ როგორ ფარდაგებს გსოვთ. თუმცა შეუძლიათ რომ რადიო 1.jz-ზე თუ შეგძანებიან დაინახონ კიდევ ეს ჩვენ ხედავთ ეს არის ძალიან საინტერესო და ვიცი რომ ძალიან ბევრი დრო ჭირდება ამ რომელი ფარდაგიც ჩანდა ცოტა ხნის წინ ის ჩემი ნაკსოვი არ არის აი ეს არ არის ეს ხომ არის ეს არის აქეთ მარცხნივ რომ ჩანდა ისიც ჩემი ეს ხო ეს είναι დანარჩენი ყველა ჩემი გასწავლოთ ვინმე თუ თქვენით მასწავლა მხატვარმა რამდენიმე დიდი ხნის წინ დაახლოებით 18-19 წლის წინ დეჩემის მეგობარია და მამაც მხატვრები არიან ჩემი. მასწავლა ტექნიკა როგორ იქსოვება, როგორ უნდა გაიქსელოს ჩარჩო და შემდეგ უკვე მე თვითონ რომელი სტილით გსოვთ, იმიტომ რომ ეს ხო რაღაცა განსხვავდება, მე როგორც ვიცი, ერთმანეთისგან არის რაღაცა ძველი მთის ტრადიციით რომ გსოვენ ხოლმე. ის არის აი ხარ მე ესე არ ვიცი, მე ხომ არა ვარ პროფესიონალი მხატვარი, ხო. ეს ნამუშევარს რო ხედავთ, ხო, ნამდვილად. ეს არის ძველი ქართული სტილი. ეს არის ფარდაგ, ოღონდ მე ვეძახი ამათ თავისუფალ ფარდაგებს. კი ბატონო. მე მაქვს ერთი უცნაური თვისება, არაფრით არ შემიძლია იყოს ყველაფერი ისე დავიწყო ჩაფიქრებულის მიხედვით და მე მივყვე ბოლომდე. როგორც არ უნდა ვეცადო რომ გამოვიდეს. ხო, მე რაღაცები იცვლება ისე რომ აღარ ვფიქრობ, ამიტომ რომ ცით როგორ არის ხოლმე ფერი შეიძლება შენ საერთოდ არ გქონდეს გამიზნული იმ ფერის ჩართვა, მაგრამ ფერი ითხოვს და ეძახის იმ რომელიღაცა ფერს. ეს რაღაცით გავს წერას, რომელიც მე უკვე შენ აღარ გემორჩილება და შენ გზადაგზა ხვდები რომ აი ასე უნდა წახვიდე, უნდა მიენდო ამას. რაღაც თითქოს თქვენ დაუნებურად ამოგეჩემებათ ხოლმე არ არის ესე ფერები, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ. არა. მე ადრე უფრო ვფიქრობდი ხოლმე რომ რაღაც ფერები განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ ეხლა არა, მე ყველაფერი მიყვარს, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი სამყაროში და შემოქმედებაში. ესე იგი თქვენ არ დაკვირვები ხართ ამას? არა, ეს უფრო ფიროზისფერია. რა მაინტერესებს, რა სიმბოლოები გამოჩნდა ახლა ფოტოს ვათვალიერებთ, რაღაც სიმბოლოები გამოჩნდა. ეს ძირითადად ძველი ქართული ორნამენტებია, ხევსურული, აღმოსავლეთ საქართველოს, მთიანეთის რაღაცა ესეთი მითოლოგიური მიმამის გავსე რაღაცა. კი, მითოლოგია ჩემი კიდევ ერთ-ერთი მე განათლებით ფილოლოგი ვარ და
ჩემი სადიპლომო ნაშრომი სწორედ მითოლოგიას ეხებოდა, ასე რომ ჩემთვის ეს შორი არ არის და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. რამდენიმე ესეთი თქვათ მითოლოგიური ფრინველივით კი, აი ჩემს პარაგებში ძალიან საინტერესო მეც მიყვარს მითოლოგია და ამიტომ ძალიან საინტერესო ხდება აღმოჩინება. ფერებზე და ძაფზე მინდა კითხოთ, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, თავადაც ხებავთ, ხო? თავადაც ვღებავ. ბუნებრივი საღებავებია. აი მაგალითად ბროწეულის ქერქი, მე სულ ვაგროვებ ხახვის ფურცელი, ბროწეულის ქერქი, თუ ვინმე წავასწარი რომ ბროწეულს ვეხვეწები რომ არ გადაყაროს, შეინახოს ეს ქერქი, ვდებთ მე და ვახმობ რომ ვაშრობ. არაჩვეულებრივ ფერს იძლევა. ხახვის ფურცელი ბუნებრივია, ენდროს სპეციალურად გაზაფხულობით ცოტა მეც ვყიდულობ ხოლმე ვიდრე კვერცხის შესაძლებლად გვჭირდება. ამიტომ დრო რამდენი ჭირდება? დრო ჭირდება ძალიან ბევრი. აი მაინტერესებს, იმიტომ რომ აი თვითონ ეს პროცესი, ანუ არა მხოლოდ საღებავები, თლიანად აი საღებავებიდან დაწყებული რაღაცა კონკრეტულ რეზულტატამდე მისვლას რა დრო ჭირდება. ისეთ ესე ვერ გამოვითვლით, იმიტომ რომ საღებავს, როდესაც ვღებავ, მე ერთი კონკრეტული ფარდაგისთვის არ ვღებავ ამას. ვამზადებ, წინასწარ ვამზადებ მე პალიტრას და მე უკვე იმის მიხედვით შეიძლება იმ წუთას სულ არ გამოვიყენო ის ახლად შეღებილი საღებავები და მერე გამოვიყენო. დაახლოებით საშუალო ზომის მე დიდ ფარდაგებს არ ვგზნობ. ძალიან შრომატევადია და ძალიან მძიმე ტვირთად დაწვება ქსოველის ზურგს. არ არის ადვილი საქმე მაგ თვალსაზრისით. დაახლოებით 1 თვე, 2 თვე. საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ რაღაცა შედეგამდე თან მარტო ამასაც ხომ არ ვაკეთებ ხოლმე. რამდენად მდგრადია? ფერები მდგრადია, კი. ხო, ამასაც მე ღების შემდეგ შაბია საჭირო იმისთვის, რომ ფერმ შეინარჩუნ. აი, მარილს ვამატებ, ძმარს ვამატებ, ასე რომ აქვს თავისი წესები და გადახვედით. რადგანაც მარილზე და ძმარზე შემოვიდა ეს უკვე სამზარეულოდან რაღაცეები, ვიცით რომ ძალიან ბროწეულს მხოლოდ შესაღებად არ იყენებს. ბროწეულს არ ამისთვისაც ვიყენებ. აი, თქვენ შეგვიძლია ეთერს გავთ რაღაცა რეცეპტიც უნდა გასცეთ. მოვიდა უკვე ამის დრო. პიკი საათისთვის, რაც გასწავლით. ხო, ძალიან უყვართ ეს რაც მინდა გასწავლოთ ჩემს შვილებს და მარტივია? მარტივია და ეს ჩემს მეგობარს კიდევ კალორიული აქვს შემდეგ კითხვა. კალორიულიც ალბათ არის, კი, არის კალორიული, მაგრამ მას უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ხომ რამდენ კალორიას მიღებს ხომ? აბა გისმენთ ყურადღებით. განსაკუთრებულად უყვარს ეს რეცეპტი ერთ ჩემს მეგობარს, შალვა ცხოვრებაძეს და მინდოდა ეს მეთქვა, იმიტომ რომ როდესაც შალვა მოდის ხოლმე ჩვენთან, ეს დიდი ზეიმია სახში, იმიტომ რომ იციან რომ მე უნდა დავახვედრო ფრიკადილები და აბა, როგორ იზრდება ფრიკადილები? გჭირდება ფარში. შერეული თუ კონკრეტული ჩაიძიე. ალბათ შერეული, ხო, შერეული ჩვენ ძირითადად ამ ასეთ ფარშს ვიყენებთ ხოლმე, დიახ. რა თქმა უნდა. გჭირდება ბეკონი. ვაკეთებთ და კიდევ ერთი რაც გჭირდება, ჯერ იმას არ ვიტყვი. ვაკეთებთ პატარა ბურთულებს, ჩვეულებრივად. ნუ ფარში ბუნებრივია, ხახვია საჭირო და მზადდება ისე როგორც კატლეტისთვის. ოღონდ არ ვუკეთებ მწვანელს. მარტო ხახვით არის. სუნელები? ხახვი და სუნელი. გავაკეთებთ პატარა ბურთულებს და შიგნით ვდებთ ზამთრობით ქლიავის ჭირს. უი? შიგნით, გულში. ტენით მოკლედ. და ზაფხულობით ვდებ პატარა ნაჯერ ქლიავს, შავ ქლიავს, შავი ქლიავის ჭირს გულისხმობ. ზემოდან შემოვახვევთ ამ პატარა ბურთულას ბეკონის ნაჭერს, თხელ ნაჭერს და შემდეგ დავამაგრებთ ჭხირებით, ხის ჭხირებით. ეს ასე შეიწება თავდახურულ
აირღუმელშიც შეიძლება, არ არის ძალიან ბევრი ესეთი საჭირო, გადაბრუნება, გადმობრუნება დასჭირდება, ან ტაფაზე შეიძლება და აირღუმელშიც მშვენივრად უფრო იოლია, იმიტომ რომ ერთად ბევრი მზადდება. თუ სტუმარმა არ იცის რით უმასპინძლდები, მე ვაკვირდები ხოლმე რეაქციას, იმიტომ რომ ჩაკბეჩენ და ჯერტი ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ეს ბეკონი იბრაწება, მე არომატულია საოცრად. არა, არომატულია საოცრად, იმიტომ რომ ბეკონს თავისი არომატი აქვს, თავისი სურნელი ტრიალდება, ხორცს თავისი და შიგნიდან ეს ქლიავის რაღაცა და თან ხვდება ადამიანი თან რო ვერ ხვდება. კი და მე მიყვარს ხილის და ხორცის მარილიანის საკმაოდ ესეთია დანერგილია შეჯვარება, კი, სიამოვნებს ძალიან. აი თქვენ ეს უნდა გასინჯოთ აუცილებლად, იმიტომ რომ აი შიგნიდან ეს იღრება რაღაცა რომაც აძლევს. თან ძალიან ტკბილიც არ არის შავი ქლიავი. მე მეშინია რომ არ მინდა რომ ერთმანეთთან ესეთ კონფლიქტი მოვიდეთ ამ ჩემთვის უსაყვარლესი ერთის ქლიავით და ხორცს და ქლიავით. აკეთოს მარა ცალ-ცალკენ. არა, პირიქით, რატომ კონფლიქტი? მე ვფიქრობ, რომ ამით თქვენ შესანიშნავი საშუალება გეძლებათ, რომ შეარიგოთ ისინი და შეაუღლოთ. მუსიკაში ეგრე ხდება ხოლმე. შეუთავსებელი ინსტრუმენტები ხშირად არ გაჩერს, ამიტომ მაინტერესებს ერთი რა არის ქლიავის და ბეკონის და ესეთი ფაშის. კი ბატონო. მეგობრობა. აი დამიჯერეთ, არა, მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც გულგრილი დაეტოვებინოს უნდა ვცადოთ აუცილებლად და ქვია ფრიკადილები. დაწნებული ხარ კაცი გაგენდობება? მაინტერესებს კი. კი ბატონო, მე გამითვალისწინებ თქვენს რეცეპტს და მოვამზადებ აუცილებლად ამ რეცეპტით და თქვენ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მომძანდით, იმისთვის, რომ გვესაუბრეთ. დღეს მადლობის საერთაშორისო დღეაო ჩვენ თქვით და ახლა ჩვენს მენელსაც უნდა მოვუწოდოთ, რომ დაგვირეკონ პირდაპირ ეთერში და ვისაც გნებავთ, მას გადაუხადეთ მადლობა და თქვენც უნდა გითხრათ, ვის გადაუხდით მადლობას. აი, მე მადლობას ვიყენებთ ამ დროს. მადლობას გიხდით ყველას, მადლობას ვუხდით ჩემს მშობლებს. მე არ ვიცი, მიხარია რომ დავიბადე, მიხარია რომ ვარ, მიხარია რომ მყავს მეგობრები, მყავს მეუღლე, შვილები. მიხარია რომ აქვს ჩემი საქმე, არსებობს ბევრი წიგნი, წასაკითხი, არსებობენ კომპოზიტორები, რომლებმაც დაწერეს არაჩვეულებრივი მუსიკა და შეიძლება მისი მოსმენა. ისე რომ სამადლობელი ძალიან ბევრია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. აი ასე, ამის და დავასრულოთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და თქვენ მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. ჩვენ სტუმარს გავაცილებ. მე ხუთ შაბათს შევხვდები ჩვენს მსმენელს ფესტივალს მე შეგახსენებ რომ რაზე ვაპირებ ჯერ ამას ვერ ვიტყვი. 11 მაისს გაიხსნა ის უბრალოდ თავისუფლება გაგრძელდება და სწორედ ამ პერიოდში განვითარებულ მომენტს ვცდილობ რომ ვადევნოთ თვალყური. თეო განჩია და პიკისათის სტუმარი. ჩვენ გემშვიდობებით თქვენ ხალხატონო მედია, თუმცა ჩვენს მენელს არ შეგვიძლია მასვე საუბრობთ უკვე FM-103 მშვიდობისა თეო გიორგი და ლანა მოგესალმებით. მშვიდობისა. მშვიდობის. თეო, საინტერესოდ მიმდინარეობს, როგორც ვიცი, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გარკვეული გამოხმაურება უკვე მოყვა, გარკვეული ფავორიტებიც არსებობენ და მე მინდა გადავამოწმო შენთან, ესე იგი, კანის ლევანდელი ფესტივალის ჯერჯერობით საუკეთესო ეს გამორჩეული, ეს არის პატერსონის ავტორი ჯიმ ჯარმუშიო და რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს ყველაფერი თქვენი ხედვით? ცოტა ძნელია, ესე მე პირველ ჩართაზე თქვი, იმიტომ რომ იმდენად მრავალფეროვანი პროგრამა, კარგი რეჟისორების თვალსაზრისით მრავალფეროვანი და შეფასებების შესაბამისად რამდენიმე ფილმს აქვს ესეთი, რომელსაც გამორჩეულად აღნიშნავენ, მათ შორის პეტერსონი არის, რომელიც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მეც ესე მიმაჩნია. თუმცა არის კიდე რამდენიმე ერთ-ერთი მაგალითად არის გერმანული ფილმი. უბრალოდ მე ვერ თავეთანხმები ავტორებს, ვინცაც მიაჩნიათ, რომ წელს პლანში ყველა საუკეთესო ეს ფილმი იყო.
კინემატოგრაფიული თუ მხატვრული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან ტიპიური ჩვეულებრივი ესეთი ნარატიული კინო, მაგრამ ძალიან მწვავე პრობლემის ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ინა ჩასვაზე, რომელიც სასამედროვე დასავლურ კაპიტალისტურ ტექნოკრატიული საზოგადოების ესეთი ცინიკური სურათია. ელს ალბათ იქნება ყველაზე უფრო რთული ჩემ პრაქტიკაში ყოველ შემთხვევაში გაკეთდეს გადაწყვეტილება საბოლოო, იმიტომ რომ მithumedes აი რაც უკვე ვნახეთ ფილმები და ფაქტიურად ყველა ფილმი რომელიც განსაკუთრებული მოლოდინი ქონდა უკვე ვნახეთ, მხოლოდ 3 გადარჩა საკონკურსო, სულ აქედან ერთ-ერთი არის ირანული ქართველი მაყურებლისთვის ასე თუ ისე ცნობილია ეს ავტორიც იქიდან გამომდინარე რომ ეს 2 წლის წინ ოსკარების მნიშვნელოვანი ნომინაციაში მან მიიღო ფილმისთვის განქორწინება და აი დღეს საღამოს ნახავთ ამას. ანუ შეიძლება ვთქვათ რომ ფაქტიურად ყველა უკვე ესეთი წონიანი რეჟისორი უკვე ნაჩვენებია და აი რა იქნება მართლაც არის ძალიან დაძაბული მოლოდინი ამის შესახებ. გუში ვნახეთ კრისტიან მუნჯოს რუმინელი რეჟისორის ფილმი, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ის არის მართლაც დიდი რეჟისორი. თემარი ჩვენთვის მithumedes ძალიან ნაცნობი ეს კორუფციული გარემო, რომელშიც იხჩობა ქვეყანა მშობლები, რომლებიც მეტად მსურველობენ და ამ თავის გადაწყვეტილებებს ახლობენ და ფაქტიურად არ უტოვებენ ახალგაზრდა ადამიანს, რომ თვითონ აირჩიოს თავისი გზა ცხოვრებაში. და ეს ერთი ოჯახის პირადი პრობლემები ძალიან კარგად არის ჩაწერილი ზოგადად ქვეყნის პრობლემებში. და საკმაოდ ისეთი ფაქიზი ეპიზოდები იყო მithumedes, როდესაც აი მამაშვილის ურთიერთობა ან თუ დედასთან ცოლქმის ურთიერთობის გამოსაყდავდა მესუმე შინოდა რომ აი რაღაცა სიყალბე არ გაეპაროს თქო, მაგრამ მუნჯო არის ნამდვილად ის რეჟისორი, რომელსაც არ აშლება და აი ყოველთვის იცავს ზომიერებას და შეიძლება იყოს რომ ესე ბეწვის ხიზე გადის. ალბათ ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება პედრო ალმოდოვართან, რომელმაც აი მორიგი ფილმი გადაიღო ხულიეტა და ესეც იყო ალბათ დაბრუნება ალმოდოვარის, იმიტომ რომ მაგალითად მისი ბოლო ფილმი, ამის წინა ფილმი მე იმაჩნია რომ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიზისული ძალიან სუსტი იყო და ამ ფილმზე რას ამბობენ ახალზე? ბატონო ეს ფილმია ბოლოსწინა ფილმი სუსტი იყო საკმაოდ და კრიტიკოსებიც არ თუ ისე წყალობდნენ და ეს ბოლო ფილმი როგორია? ბოლო ხანებში ალბათ ეს ჩემის ყოველთვის ადამიანის აზრია ბევრი საუბრობს რომ ის უკვე კრიზისშია და აი ამ ფილმმა ალბათ მოახდინა რაღაცნაირი რეაბილიტაცია, თუმცა მაინც ეს არ არის აი ის რასაც ჩვენ მიჩვეულობთ ის ტიპიური ალმოდოვარი თავისი ძალიან ცხოვანი რაღაცა ისტორიით და პერსონაჟებით უფრო მეტად უფრო თავშეკავებულია ამ შემთხვევაშიც. თვითონ აღწერდა ამას, რომ მას უნდოდა რომ ყოფილიყო კიდევ ყველაფერში იქნებოდა ეს თქვა ფერი, რომელიც ასე დამახასიათებელია ძალიან მჭახე და უფრო მეტად თქვა დომინანტურია თეთრი, პერსონაჟებიც როგორც აღნიშნე. ეს იმიტომ რომ უფრო დრამისკენ ამეყვანა ეს ყველაფერი, თუმცა აი აქ ბოლომდე ვერ ვეთანხმები მაინც ჩემს საყვარელ რეჟისორს და მგონია რომ ცოტა დამაიც რომ ეს სიღრმისეული დრამა გაეკეთებინა, მაგრამ თავისთავად ფილმი არის მაინც კარგი და ალბათ ქართველი მაყურებელი სიამოვნებით ნახავს მას. რა კიდევ ჩვენთვის აქტუალურ თემებს ვახსენე მუნჯოსთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ დრო აღნიშნავდი ერთ ფილმს, ბრაზილიურ ფილმს, ახალგაზრდა რეჟისორია და ყოველთვის საინტერესოა ხოლმე როცა ახალი სახე ჩდება აკვარიუსი, ეს არის ერთი კონკრეტული სახლის დასახელება, რომელიც არის ისტორიული სახლი და არის ქალაქის ცენტრალურ რაიონში და ჩვენსაც ეს ძალიან მტკივნეული თემა ინფრასტრუქტურის განვითარების სახელით, როდესაც ფაქტიურად იშლება ისტორია და იშლება
ძველი რაიონები და მათი სპეციფიური სახე და ეს თავარი გმირი ქალი როგორ იწინააღმდეგება ამ ყველაფერს და ეს თავარი გმირი ქალი იყო გასაფრთხების თავმჯდომარე სონია ბრაგა გასაფრთხების ბრაზილიური სერიალების მოყვარულებმა ალბათ იციან თუმცა არა მხოლოდ სერიალები სამწენკლების ბრაზილიური კულტურაში ის როგორც სექსუალური რევოლუციის სიმბოლო ასე იყო აღიარებული კიდევაც და მე დიდი იმედი მაქვს რომ მასაც აჯილდოვებენ პალმით როგორც საუკეთესო როლის შესრულებისთვის. ძალიან კარგი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე როგორც ვიცი